სწორედ 13 წლის ასაკში სკოლის შემდეგ ნაყინის მაღაზიაში დაიწყო პირველი თავისი ნამდვილი სამსახური. ის ფიქრობდა, რომ მისი ძალისხმევა პირდაპირ კავშირში იყო მის შემოსავალთან და პირად წარმატებასთან, თუნდაც ესეთი მცირე მასშტაბით და ესეთ პატარა ქალაქში. სანამ ჯესი ლი უორდი 2011 წელს დაიწყებდა პირდაპირ გაყიდვების ბიზნესს, ის ცხოვრობდა დედამისის სარდაფში და დედამ სთხოვა, რომ $300 გადაეხადა ქირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯესი ლი მუშაობდა სრულგანაკვეთზე პათოლოგიის ლაბორატორიაში, მაინც ვერ ახერხებდა ამ თანხის გადახდას. სწორედ ამ დროს დედამისმა ურჩია მას, რომ დაეწყო სახლიდან რამე ბიზნესი და ის პირველად შეუერთდა პირდაპირ გაყიდვების კომპანიას Party Plan მოდელით, სადაც მალევე გახდა საუკეთესო რეკრუტერი და გამყიდველი. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ის თვლიდა, რომ ქსელური მარკეტინგი იყო თაღლითობა, ერთხელ ვიღაცამ უთხრა მას, რომ შენ რასაც აკეთებ პირდაპირ გაყიდვებში, ის ციფრები შეადარე ნებისმიერ MLM კომპანიას. როცა ეს გააკეთა, მიხვდა, თუ რა დიდი შესაძლებლობა ჰქონდა ხელიდან გაშვებული და სწორედ ერთ თვეში ის ამ სფეროში ჩაერთო.